მოგესალმებით მეგობრებო, China-Cars.G. დღეს გვაქვს ჩვენი შემდეგი ავტომობილების მიმოხილვა. ეს არის ავტომობილი, რომელმაც გამოიწვია დიდი ხმაური ჩინეთში. პრინციპში მსოფლიოში ყველა ამ ავტომობილს ძალიან ველოდებოდით. ეს არის Mazda EZ60, ჩვენი კლიენტის ავტომობილი. სამწუხაროდ ჩვენმა კლიენტმა გადაწყვიტა, რომ დარჩეს ინკოგნიტო, მაგრამ დღეს განვიხილავთ ამ ავტომობილის ინტერიერს, ექსტერიერს, გავაკეთებთ ტესტ დრაივს, გადავიღებთ ჩვენ საყვარელ ჭრიჭინ ტესტს. მაშასე დავიწყოთ. წავიდა! მე ვზივარ ჩემს უკან. მუშტი თითქმის 2 კუბია შიგნით. ეს არის Mazda, ეს არის ვრუმ. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო. ჩვენი სერვისი China-Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China-Cars-G, შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. სანამ დავიწყებთ ავტომობილის დეტალურ მიმოხილვას, მინდა 2 სიტყვით მოგიყვეთ თუ რაზეა საუბარი. Mazda ჩინეთში. 2012 წელს Mazda-მ დაიწყო თავის ავტომობილების ჩინეთში გამოშვება. უშვებდა Chang'an-თან და FAW-თან ერთად, მაგრამ უშვებდა ჩვეულებრივ ავტომობილებს. როგორც არის 6-იანი, 6-იანი და ასე შემდეგ. რაც ვიცით, გვინახია საქართველოში ჩვეულებრივი შიდაწვიზრავიანი ავტომობილები. მაგრამ 2020 წელს, როდესაც ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამოუშვას კარგი ავტომობილები და დაიწყეს მართლაც კარგი ელექტროავტომობილების გამოშვება, Mazda-ს გაყიდვები ამ ჩვეულებრივ ავტომობილების კოლოსალურად დავარდა. რა მოიფიქრა Mazda-მ? აიღეს CX-5 და CX-5-ის ბაზაზე ააწყვეს ავტომობილი CX-30i ელექტრომობილი. მაგრამ შემდეგი 3 წლის განმავლობაში გაიყიდა მხოლოდ 500 ავტომობილი. კოლოსალურად კატასტროფულად ძალიან პატარა ციფრია 500 ავტომობილი. რა გააკეთა Mazda-მ? Mazda მივიდა Chang'an-თან და სთხოვა მომეხმარე კარგი ავტომობილის გაკეთებაში. Chang'an-მა გამოისყიდა FAW-ის წილი, დარჩნენ 50-50-ზე და დაიწყეს ამ ავტომობილების შექმნა. აიღეს ბაზა EPA1, მაგალითად ის ბაზა, რომელზეც დგას დიპალი S07. და დაიწყეს ამ სილამაზის აწყობა. გამოუშვეს ესე იგი Mazda CX-6 და Mazda CX-60. ეგრევე, როგორც კი გამოუშვეს ეს ავტომობილები, გადაფარა ყველანაირი გაყიდვები Mazda-ში ჩინეთში. თან წარმოიდგინეთ, ესეთი დიზაინი და ესეთი ტექნოლოგიები დღეს არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ გაყიდოთ კარგად ავტომობილი მსოფლიოში. Mazda უშვებს, უკაცრავად Mazda, Chang'an-ი უშვებს, მაგალითად, ავატრს, თუ ნახეთ ვიდეო ავატარ 07-ის ჩვენი მიმოხილვა, თუ არ გინახიათ, აუცილებლად ლინკს დააჭირეთ და ნახეთ. წარმოვიდგინოთ, რაღაცით წააგავს დიზაინით ეს ავტომობილი. იგივეა, ხო? ავატრი არის Chang'an-ის, Huawei-ის და Katlis კოლაბორაცია. ძალიან გავს ამ ავტომობილს. ინტერიერი, ექსტერიერი რაღაც ნიუანსები არის, რაც გავს. წარმოიდგინეთ. ესეთი ავტომობილი დღეს იყიდება ყველაზე კარგად და ამ ისტორიის მოყოლა ძალიან მინდოდა თქვენთვის. საინტერესო ისტორიაა. ხოლო ეხლა კი დავიწყოთ ამ ავტომობილის დეტალური მიმოხილვა. დავიწყოთ ამ ავტომობილის ექსტერიერის მიმოხილვა გაბარიტებით. რა გვაქვს აქ? ავტომობილის სრული სიგრძე 4850 მმ. სიგანე 1935 მმ. ღერცსა და ღერცს შორის, ეგრეთ წოდებული ბორბლების ბაზა არის 2905 მმ. ხოლო ავტომობილის სიმაღლე არის 1620 მმ მეგობრებო. განვიხილოთ ამ ავტომობილის წინა ნაწილი. რა გვხვდება პირველ რიგში თვალებში? ეს არის
ცხვირი, ეგრეთ წოდებული, ალბათ ერთადერთი ის დიზაინის ელემენტი, რაც ამ ავტომობილს დარჩა Mazda-სგან. წააგავს არწივის ცხვირს, განვიხილოთ მოკლედ რა გვაქვს წინ. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ავტომობილისგან განსხვავებით, წინ აღარა გვაქვს გრილი, იმიტომ რომ აქ მძრავი უფრო სხვანაირად გრილდება. გვაქვს LED ოპტიკა, გრძელი ზოლი, რომელიც ჩამოდის და უყვება მთლიანად მთელ ავტომობილს ბოლომდე, რომელიც რა თქმა უნდა ანათებს იმისთვისაა დამზადებული. უამრავი სენსორები, კამერა და რა თქმა უნდა ლოგოტიპი შუაში. შემდეგ ეგრეთ წოდებული კაპოტი, წინა ხუფი არის დახრილი ქვევით და რამოდენიმე სანტიმეტრით ჩადის წინა ფრთაში. ეს არის აეროდინამიური გადაწყვეტილება ამ ავტომობილის. ესე უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, კამერა წინ საქარე მინაზე, თავის სენსორთან ერთად და ის, რაზეც ცოტათი მოგვიანებით მოგიყვებით, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი დეტალი ამ ავტომობილის, ეს არის კამერა სარკე, რომელზეც რა თქმა უნდა კამერა აყენია და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. დავიწყოთ ავტომობილის გვერდის მიმოხილვა. რას ხედავთ აქ? პირველ რიგში ეს არის 21 ინჩიანი საბურავები. ეს არის 255, 40-ზე, 21-ზე. მაგრამ ესეთი საბურავები, ესეთი დისკები გვაქვს მხოლოდ Pro Sport-ში და Max Sport ვერსიებში. უფრო დაბალ ვერსიებში 19-იანი დისკები გვაქვს. ასევე ვხედავთ გაგრილებად სამოხრუჭო დისკებს, ჩვენებურად აპორნებს რომ ეძახიან და შემდეგ გადავიდეთ ნახოთ რა არის შემდეგ. ელექტრო სახელურები, რომლებიც გამოდის სხვათა შორის ეს ელექტროსახელურები უკვე წარსულში დარჩება, იმიტომ რომ 2026 წლიდან კანონის მიხედვით უნდა იყოს თუ დატოვებენ ელექტროს, აუცილებლად მექანიკურიც უნდა ქონდეს. ეს არის უსაფრთხოება და აწი იქნება სულ ესე. რა თქმა უნდა, ამ სახელურის უკან აქვს სპეციალური ხრელი, სადაც უნდა ჩავთ გასაღები, თუ ჩაიკეტა, რომ მექანიკურად გააღოთ ამ კონკრეტული ავტომობილის შემთხვევაში. კარებს არ აქვს ჩარჩო. უჩარჩო კარები. ორმაგი, საკმაოდ სქელი შუშა. რაც სხვათა შორის ძალიან დიდ ეფექტს აძლევს ხმის იზოლაციაზე, ამას ყველაფერს ტესტ დრაივის დროს მოგიყვებით. ესეც ესე. დიდი პლასმასის ნაწილია, სადაც აწერია დიდი ასოებით, სხვა შორის ძალიან ლამაზია, დიდი ასოებით აწერია Mazda. შემდეგ კი ესეთი ქარისებრი ფორმა აქვს ავტომობილს, რომელიც ბოლომდე მიდის და რა თქმა უნდა დიზაინერული გადაწყვეტილებაა ეს თუ აეროდინამიური, ალბათ უფრო აეროდინამიული, აქ აქვს ესეთი დეფლექტორი. აქედან შედის ჰაერი შიგნით, აი შეხედეთ, ხელს ყოფთლიანად და ბოლოს ეს ჰაერი გამოდის აქ. და რა თქმა უნდა, ამის კლირენსი, ამის სიმაღლე ავტომობილის არის 165 მმ, რაც პრინციპში ძალიან ცოტა არ არის, მაგრამ ზედმეტიც არ არის. და ბოლოს დავაგვირგვინოთ, ეს არის ბენზოგასამართი პორტის კარები. ავტომობილის უკანა ნაწილში რა გვხდება პირველი თვალებში? პირველი თვალებში რაც გვხდება, ეს არის უზარმაზარი ნაწერი Mazda. დიდი LED ზოლი, რომელიც ასრულებს ასევე როგორც გაბარიტული შუქების ფუნქციას, ასევე სტოპ სიგნალების და ასე შემდეგ. შუაში გვაქვს უკანა სვლის თეთრი ფერის სიგნალი, რა თქმა უნდა. ავდივართ ზევით. ზევით ხედავთ, გვაქვს უზარმაზარი სპოილერი, რომელშიც დამონტაჟებულია სხვათა შორის ფორმულა 1-ის ავტომობილივით 4-კუთხედი დამატებითი სტოპ სიგნალი და მის გვერდზე დამალულია კამერა. სპოილერის ქვეშ არის კამერა, რაც პრინციპში ალბათ უშველის იმას, რომ არ დაისვაროს კამერა მოძრაობის დროს. არ დაგვაუწყეს, კამერა არა მარტო აქ არის, კამერა არის კიდევ ქვევით, აი აქ. საერთო შთაბეჭდილება ავტომობილის არის ისეთი, რომ უკან ცოტათი მომრგვალებული და შევიწროებულია და რაც კიდე სხვათა შორის ბევრ ავტომობილში არ გვხვდება ხოლმე, ეს არის უკანა საბარგულის გაღების ღილაკი. იცით სად არის? აი აქ, ჩოთქზე. საბარგული, როგორც გვახსოვს, საბარგული იღება აი ამ ღილაკით. გავაღოთ საბარგული და რას ხედავთ შიგნით? რა თქმა უნდა, ელექტროსაბარგულია. ვერ გეტყვით, რომ ძალიან სწრაფად იღება, მაგრამ მე მგონი ნორმალური სიჩქარე, ელექტრონად იღება, ელექტრონად იხურება. რა გვაქვს საბარგულში? საბარგულის მოცულობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის 559 ლიტრი, ხოლო დაკეცილი უკანა სავარძლებით წარმოიდგინეთ, მეგობრებო, 2036 ლიტრია, თითქმის 2 კუბია შიგნით. რა გვაქვს კიდე შიგნით? შიგნით გვაქვს, რა თქმა უნდა,
privacy ფარდა, ესეთი, რომელიც მოხსნათ შეიძლება, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ავტომობილზე. გვაქვს ესეთი კომპარტმენტი, ეგრეთ წოდებული, სადაც შიგნით დევს ავარიული ნიშანი, დევს პრინციპში მეტი არც არაფერი არ დევს, ავარიული ნიშანი და საბუქსირო რკინა. ეს საბუქსირო რკინა დგება სხვათა შორის აი აქ. აქედან ამოდის პატარა ნაწილი და აქ ივინტება ეს საბუქსირო რკინა. ასევე აქ გვაქვს პატარა კარები, ამ კარების შიგნით იმალება პატარა აკუმულატორი, ჩვეულებრივი 12 ვოლტიანი. სამწუხაროდ ამ ავტომობილს კომპრესორიც კი არ მოყვება, მაგრამ ნახეთ რა გამოიგონა Mazda-მ. უბრალოდ კი არ გამოიგონა, დაამატა. ესე იგი, აი, გვერდზე გვიდევს Mazda-ს ფირმის 800 მილილიტრიანი გასაბერი ხსნარი. თუ გაგისკათ ბორბალი ჩაასხავთ ამ ხსნარს და დროებით დაიჭერს სანამ მიხვალთ სერვისამდე. Mazda-მ თავისი ჩადო, თავისი გამოუშვა, კომპრესორი არ აქვს, მაგრამ ხსნარი აქვს. ესეც ესე. განვიხილოთ კომპლექტაციები. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ჰიბრიდული მეგობრებო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილს უყენია 1.5 ლიტრიანი ბენზინის ატმოსფერული ძრავი, იგივე გენერატორი. ეს ძრავი გამოიმუშავებს 98 ცხენის ძალას, ხოლო ელექტრომოტორი გამოიმუშავებს 258 ცხენის ძალას. გვეკითხებიან თუ რამდენს წვავს ბენზინს, მეგობრებო, გიპასუხებთ. 100 კილომეტრზე წვავს 2.77. უყენია 31.72 კილოვატ-საათიანი აკუმულატორი, რომელიც იტენება სწრაფი დამტენით 30-დან 80%-მდე 15 წუთში. ყველა კომპლექტაციას ამ ავტომობილის, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ყველა კომპლექტაციას აქვს, რა თქმა უნდა, ელექტროვერსიაც. საშუალოდ $900 ემატება და ელექტროვერსია ამ ავტომობილის გაივლის 600-მდე კილომეტრს. რა კომპლექტაციები გვაქვს ამ ავტომობილში? ეს არის პირველი Year of the Horse Edition, ესე ქვია ამ კომპლექტაციას, ეს არის ყველაზე საბაზისო კომპლექტაცია, რომელიც მოდის 19-იანი საბურავებით, 19-იანი დისკებით. შემდეგ მოდის Pro, შემდეგ მოდის Pro Sport Edition-ი და შემდეგ მოდის Max Sport Edition-ი. აი, Max Sport Edition-ი ეს არის უმაღლესი კომპლექტაცია, რომელიც გვიდგას დღეს აქ ახლა. რითი განსხვავდება, ესე იგი, უმაღლესი კომპლექტაცია Max Sport Edition-ი გამოირჩევა პირველ რიგში, როგორც Pro, ასევე გამოირჩევა 21-იანი დისკებით. Max Sport Edition-ში უკვე გვიყენია ელექტრონული კამერების არკეების მაგივრად, გვაქვს ნულოვანი გრავიტაცია და, რა თქმა უნდა, ეს არის უმაღლესი კომპლექტაცია ამ ავტომობილების. ფასები თბილისამდე ჩამოყვანით ამ კომპლექტაციის შეგიძლიათ იხილოთ აქ. განვიხილოთ ავტომობილის ინტერიერი. რა ვხედავთ აქ? კარებზე გვაქვს ძალიან გემრიელი მოსაკიდებელი ეკო-ტყავის მასალა. სხვათა შორის ეკო-ტყავი და ჩვეულებრივი ტყავი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ განსხვავდება გზნობების მიხედვით. მართვის ღილაკები, კარების გაღების ღილაკი, საკმაოდ დიდი მგონი ალუმინისგანაა დამზადებული ეს ბადე, ეს არის აუდიოდინამიკის ბადე. ქვევით რატომღაც დატოვეს ისევ და ისევ პლასმასი, ანუ ზედანაწილი ტყავია, ქვევით პლასმასია. გვაქვს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ზომის მონიტორი, ეს მონიტორი არის უკანა ხედვის სარკის მონიტორი, ნახოთ რა არის შიგნით. პირველ რიგში, რაც ძალიან გამოიკვეთება, ეს არის საკმაოდ გემრიელი მოსახერხებელი სავარძელი. კარგად ზიხართ ამ სავარძელში. აქვს უამრავი სეტინგი, სხვათა შორის ამ ავტომობილს აქვს ნულოვანი გრავიტაცია მძღოლის ადგილასაც. აქვს ეგრეთ წოდებული leg rest-ი, რომელიც ეს ფეხის ჩამოსადები, რომელიც გამოდის და სამწუხაროდ ნიუანსი ის არის, რომ ჩაჯდომა გადმოსვლის დროს ხშირად აი ამ leg rest-ს იმხელა ზომის არის, რომ ამ leg rest-ს სვრით. სპორტული, კარგად მოსაკიდებელი საჭე, ქვევით რატომღაც არის ცოტათი მოოთხკუთხედო ფორმის, მაგრამ ლამაზი საჭეა. წინ ვხედავ head-up display-ს, კარგი დიდი ზომის head-up display-ს, დეფლექტორებს და რა თქმა უნდა, თელს სალონში არის AS პლასმასი, რომელიც, როგორც მე ვხვდები, არის ambient lighting-ი, რომელიც უნდა იცვლიდეს ფერს. გამოიყურება ძალიან კარგად და გემრიელად. ასევე, რა გვაქვს ამ ავტომობილის ინტერიერში, მოგიყვებით ყველაზე, ასე ვთქვათ, საბაზისო რაღაცეებს. ესე იგი, დავიწყოთ პირველი. ავტომობილში გვაქვს უსადენო სატენი, რომელიც, რა თქმა უნდა,
გაგრილებით არის და უსადენო-სატენის თავზე გვაქვს ორი კონდიციონერის კლიმატ-კონტროლის დეფლექტორი. ორი საჭიქე წინ და მის შემდეგ ორ ნაწილად იღება საკმაოდ დიდი, პრაქტიკულად მთელი ხელის სიგრძე, რაღაცების ჩასადები ადგილი. საკმაოდ ღრმა არის, ხოთა შორის აი მთელი ხელი ჩამეტია შიგნით იმ სიღრმეა. ქვევით გვაქვს ორი USB პორტი, USB Type A და USB Type C და ასევე პორტის წინ არის ადგილი, სადაც რაღაცეები შეგიძლიათ დაალაგოთ. შემდეგ დიდი ეკრანი, აქედან პრაქტიკულად მთელ ავტომობილს მართავთ. სარკე. რა შევამჩნიე პირველ რიგში ამ სარკეში? იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თავიდან რო უყურებთ ჩვეულებრივი სარკე, მაგრამ იყურებით სარკეში და უკანა პატარა მინის გამო ძალიან ცოტას ხედავთ, რა ხდება ავტომობილის გარეთ. ამიტომ ამ სარკეს აქვს ერთი ღილაკი, რომელსაც დააჭერთ და ჩაერთვება უკანა ხედვის კამერა. იცით, ალბათ ძალიან გამოსადეგი რაღაცაა, მაგრამ თუ არ შეეჩვიეთ, კონტრასტის გადატანა ამ კამერიდან წინ საქარე მინაზე ცოტათი რთულია, უნდა შეეჩვიოთ. და რა თქმა უნდა, კამერის თავზე გვაქვს, როგორც ყველა ჩინურ ავტომობილს აქვს რატომღაც ავარიულის ღილაკი ზევით სახურავზე და გვაქვს კამერა თავის პატარა დასახურით. ალბათ ბევრი იმედია, უпростоრეთ, რომ ბევრი ჩვენი ავტომომხილვა გაქვთ ნანახი და იცით თუ რას აკეთებს ეს კამერა, რომელიც აყენია სარკის თავზე. ეხლა კი გადავჯდები ჩემს უკან, ჯერ მოვირგებ სავარძელს, ისე როგორც მე დავჯდებოდი და ვატარებდი ავტომობილს, ამ ავტომობილს საკმაოდ სპორტული ისა აქვს, რა ქვია, დასაჯდომი. აი დავჯექი, მოვირგე სავარძელი, ეხლა კი ჩემი სიმაღლეა 191 სანტიმეტრი და გადავჯდები ჩემს უკან. ვნახოთ რა ხდება და რამდენი ადგილია უკანა სავარძელზე. დავჯდეთ უკანა სავარძელზე, ჩემს უკან. და რას ვხედავთ, მეგობრებო? უბრალოდ შეხედეთ რამხელა ადგილი არის. მე ვზივარ ჩემს უკან. მუშტ ნახევარი მაქვს წინა სავარძლამდე. რას ვხედავთ აქ? პლასმასი, მაგრამ გარედან თითქოს გადაკრული აქვს რაღაც მოტყავო მასალა და აწერია დიდი ასოებით Mazda. ზევით კი რა თქმა უნდა ყველაფერი ტყავია, მასალები ისევ და ისევ გემრიელი და კარგი. დიდი ადგილი. გვაქვს კლიმატ-კონტროლის რეგულირება უკანა სავარძლებისთვის და ერთადერთი პორტი USB Type C. ასევე, რა თქმა უნდა, armrest-ი, ორი საჭიქით. არაფერი ზედმეტი ამ ავტომობილში არ არის. გვაქვს შუქი, სხვათა შორის ღილაკი სენსორული არ არის, უნდა დააჭიროთ. შუქი, გვაქვს დინამიკი, აქაც დინამიკი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სივრცე, იმიტომ რომ აქვს პანორამული სახურავი. პანორამული სახურავი სხვათა შორის არ იღება. უბრალოდ გაძლევთ კარგ ლამაზ სივრცეს, მაგრამ არ იხსნება. და კიდევ ერთი მახასიათებელი ამ კომპლექტაციის გვაქვს ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს. შეხედეთ თუ რას ნიშნავს ეს. ვაჭერთ ღილაკს.已打开零重力座椅，请注意安全或请注意后排乘客物品。 დამაწვინა, ფეხები ამიწია და ამასობაში შემიძლია ღილაკით ჩავრთო მასაჟი. ეს არის ნულოვანი გრავიტაციის სავარძელი, მეგობრებო. შეიძლება დაიძინოთ რამოდენიმე წუთში. Mazda EZ60 ჭრიჭინ ტესტი. დავიწყოთ. არ ჭრიჭინებს. იცით, ისეთი რბილია, თითქოს ვერ აჭრიჭინებო. ვერანაირათო. მონიტორი არ მოძრაობს საერთოდ. ვა. ვა. მოკლედ მეგობრებო, ალბათ თქვენ თო ნახეთ. ამ მანქანამაც გაიარა ჭრიჭინ ტესტი. ეხლა კი წავედით Mazda EZ60-ის ტესტ დრაივზე.
Mazda IZ60-ის test-drive. პირველი რა შეგრძნებები ავტომობილში. ეს არის აბსოლუტური სიჩუმე და მყარი სიარული. თითქოს მატარებლის რელსებზე დადის. არ იხრება არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, გზა უჭირავს რაღაც კოლოსალურად, თითქოს სპორტული ავტომობილი დამყავს. სხვათა შორის გახსოვთ, გიყვებოდით ორმაგ შუშებზე. რამხელა მნიშვნელობა ქონია ხმის იზოლაციისთვის ორმაგ შუშებს. სიჩუმე და კიდევ ერთხელ სიჩუმე. ავტომობილი პრაქტიკულად მთხოვს დააჭირე აქსელერატორს. ძალიან დინამიური ვარ. ძალიან სწრაფად უკრიფავ. ვარ სპორტული. მიუხედავად იმისა, მეგობრებო, 4 და 800 ავტომობილი თითქმის 5 მეტრიანი კროსოვერია, მაგრამ შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც ბალიტში ვზივარ. წარმოიდგინეთ, Mazda ვრუმ გახსოვთ? არ მაქვს სარკეები. მაქვს კამერები, მაგრამ როგორც კი მოხვევა მინდა, ჩავრთავ მაშუქს, კამერა უფრო ფართოვდება, უფრო მეტარიალს მაჩვენებს და საკმაოდ კომფორტულია. სხვათა შორის, ვკითხეთ ამ ავტომობილის მფლობელს, თუ რატო გინდოდა, რატო შეუკვეთე ეს კამერები და რატო სარკეები არა, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ატრიალო თავი წინ უკან, გამოსახულება არ იცვლება, ყოველთვის ერთ და იგივე გამოსახულება. რაზეც გვიპასუხა, რომ თურმე ძალიან გამოსადეგია, როდესაც ეჩვევით. ჯერ ეს ერთი არ ჭუჭყიანდება, წვიმაში კარგად აჩვენებს, ღამე არ გაბრმავებთ. ამაზე მეტი რა გინდათ. კომფორტული გამოვიდა, მთავარია შეეჩვიოთ და იხმაროთ ეს სარკეები, რომელიც სხვათა შორის, როგორც თქვი, იცვლის თავის ვიდეო ხაზს, ასე ვთქვათ რა, ანუ მეტს აჩვენებს, ან ნაკლებს აჩვენებს. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ეს არის ის, რომ აი ეს მონიტორი, რომელიც აქ მაქვს, ცოტა ზევით რომ იყოს, რომ თვალები ქვევით არ ჩავწიო და არ მოვწდე გზას. გავაგრძელოთ. უზარმაზარი head-up display, რომელზეც მიჩვენებს პრაქტიკულად ყველაფერს, რაც შეიძლება დამჭირდეს. სიჩქარე, გზის ნიშნები, ყველაფერი აბსოლუტურად. დიდი მონიტორი. პრაქტიკულად არ ხმარობ ამ დიდ მონიტორს, იმიტომ რომ რამოდენიმე ჩინური ფრაზა ვიცი, მაგრამ ისედაც ყველაფერი აი ეს აიკონები, ეს აპები, ყველაფერი გამოსულია ცალ-ცალკე, შემიძლია დავაჭირო და რასაც დავამახსოვრებინე თუნდაც ღილაკებზე, თუნდაც აპებზე, ყველაფერს განლაგებას ისე შეუცვლი, რომ ძალიან მარტივად მოვიხმარ ამას ყველაფერს. იგივე ღილაკები 360 კამერა და ასე შემდეგ და პარკინგის ღილაკი ყველაფერი საჭაზე მაქვს, ამიტომ არ დამჭირდება მენიუში ძრომიალი. სიჩქარე, დინამიკა. არ დავიღლები ამ ავტომობილზე ამის მოყოლას. ესე იგი 258 ელექტრონული ცხენის ძალა აკეთებს რაღაც სიგიჟეს. მაგალითად 3 2 1 დავაჭირეთ. წავიდა 100 მეგობრებო, შევაჭეროთ ვართ სერპანტინზე. ეს სწრაფად იშვიათად კრიფავს ავტომობილი, მაგრამ რაღაც სიგიჟეა. ეს ავტომობილი არ არის სამოგზაურო ავტომობილი, მეგობრებო, ეს არ არის ჩანგანი, ეს არ არის დიპალი, ეს არის Mazda, ეს არის ვრუმ დააჭერთ და ითხოვს, ატარეთ. თუ გიყვართ ტარება, უნდა ატაროთ Mazda IZ60. ამასობაში კომფორტული და სხვათა შორის პრაქტიკულად სპორტული სავარძლები, რომლებიც გაძლევთ იმის გრძნობას, რომ გაერთიანებული ხართ თქვენ და ავტომობილი. ერთი რამ ხართ. ატარებთ, თითქოს ფეხით მიდიხართ. რასაც მოიმოქმედებთ, ყარად ზიხართ სავარძელში და მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს უყენია 21-იანი დისკები, ცვლით რეჟიმებს, გინდათ სერბილად იარეთ, გინდათ კომფორტულად, მაგრამ ისევ და ისევ ეს არ არის სამოგზაურო ავტომობილი, ეს არ არის ავტომობილი, რომელზეც თუ არ გიყვართ დრაივით ძალიან ყოველთვის იყოთ ტონუსში და ატარებდეთ ავტომობილს, ვისაც ტონუსში გიყვართ ავტომობილის ტარება, სამოგზაუროდ აშკარად მაგ ავტომობილით არ მიდიხართ. ანუ ეს ავტომობილი, რისეთ თქმა მინდა, ეს ავტომობილი არ არის სამოგზაუროდ გათვლილი ავტომობილი, ეს არის დრაივერის ავტომობილი. აქ უნდა იჯდეთ და ღებულობდეთ ადრენალინს, როდესაც ატარებთ ავტომობილს და უნდა გქონდეთ Mazda-ს რეკლამა არ იყოს ვრუმ, როგორც იტყვიან. უბრალოდ ვრუმ ამ ავტომობილში არ არის. ავტომობილის ხმა არის მის საერთოდ, მიუხედავად იმისა, როდესაც ელემენტი დაჯდება და გენერატორი იქოქება, მე გენერატორის ხმა დღეს
ვერ გავიგონე. დაიქოქა რამოდენიმეჯერ, ეს უნახე, იმიტომ რომ მანიშნა მონიტორზე, მაგრამ გენერატორის ხმა მე ამ ავტომობილში ვერ გავიგონე. ამბობენ, ბოლომდე დამჯერ ელემენტზე, ბოლომდე რო დააჭირო, სადღაცას რაღაცას გაიგებო. ვერ გავიგე. არ მესმის. ყრუ არ ვარ, მაგრამ არ მესმის. შევაჯამოთ Mazda IZ60-ის test drive-ის ემოციები, სუბიექტური აზრი რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან ჩუმი, სწრაფი, დინამიური და ბევრი ემოციების მომტანი ავტომობილი. ძალიან მომეწონა ავტომობილის test drive-ი. ყველას გირჩევთ, თუ გექნებათ საშუალება ამ ავტომობილზე დაჯდეთ და ერთხელ მაინც გაიაროთ. ამ ემოციების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია მეგობრებო. სანამ ვიღებთ test drive-ს, ამ რაიონში გამოიარა ჩემმა მეგობარმა. სხვათა შორის Mazda-ს მფლობელიცაა CX-9 ყავს და უკვე მოვასწარით ამასობაში ამაქნის test drive-ს ვაკეთებდით. დათომაც იკატავა უკვე ამ ავტომობილით, გამოცა და დავით. რა ემოციები გაქვს ავტომობილის მაგარია რა, აი არ ველოდი. ხო იცი, ყველა რო ჩინურ მანქანას ესე სკეპტიკურად უყურებს რა. ეს იყო პირველი გამოცდილება ჩემი, რომ მე დავჯექი ჩინურ ავტომობილზე, ანუ მაგრამ Mazda-ს მოყვარული ხარ, მაგრამ ეს Mazda ჩინური Mazda. ხო, ანუ რაღაცა სხვა დონე არის რა. ანუ მგონია რომ ალბათ ერთი ნაბიჯით ზემოთ არის ეს ახალი რაღაც, ანუ არის სკამები ხო ცალკე არის, აჩქარება ტარების კომფორტი, აი, ხო ხდები, ეხლა ვსაუბრობთ ამაზე, ეხლა ჩამოვედი ამ მანქანიდან და ხო, ანუ არ მეგონა, იმდენად მაგარი არის და იმდენად კარგ ფასში არის შესაძლებელი მისი ყიდვა თუნდაც სხვა ჩინურ ავტომობილებთან შედარებით რა, რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა. Mazda-ს ფლობელს მოეწონა ჩინური Mazda მეგობრებო. ემოციები უნდა გენახათ. მადლობა დავით. აი ხარ. მეგობრებო, შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ავტომიმოხილვა. ეს არის Mazda IZ60, რომელიც პრაქტიკულად არის ელექტრომობილი, რომელსაც აქვს გენერატორი, რომელიც გიხსნით ყველანაირ შიშს იმისას, რომ სადღაცას ელემენტი დაგიჯდებათ. გაძლევთ კარგ დრაივს, კარგ ემოციებს და საკმაოდ დინამიური ავტომობილია. ამ ფასში ალბათ ესეთი დრაივი და ესეთი ემოციები ჯერ სხვა არ არის. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, დაგვისვით ლაიქები და მოგწერეთ აუცილებლად რისი ნახვა გინდათ ჩვენს მომავალ ვიდეოებში. აბა კარგად.